ხელოვნური ინტელექტიც რო აჯობებს ამათ. უნდა ერეოდეს თუ არა რელიგია სახელმწიფო მოწყობაში. რელიგიის ჩარევა საკითხი სახელმწიფო მოწყობაში რთული და მრავალმხრივ საკითხია, რომელზეც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მოსაზრებები რელიგიის ჩარევის წინააღმდეგ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი. სეკულარული სახელმწიფო გულისხმობს რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას. ეს უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის რწმენის თავისუფლებას, თანაბარ უფლებებს და იცავს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს რელიგიურ საკითხებში. რელიგიის ჩარევა შეიძლება გამოიწვიოს დისკრიმინაცია, უთანასწორობა და კონფლიქტები. სახელმწიფო ნეიტრალიტეტი. სახელმწიფო უნდა იყოს ნეიტრალური ყველა რელიგიის და რწმენის მიმართ. რელიგიის ჩარევა სახელმწიფო საქმეებში არღვევს ამ ნეიტრალიტეტს და შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული ჯგუფების უპირატესობა და სხვებზე ძალაუფლების გადაჭარბება. რელიგიის ძლიერი ჩარევა სახელმწიფოს შეიძლება გამოიწვიოს რელიგიური ძალაუფლების გადაჭარბება და ადამიანის უფლებების შეზღუდვა. მოსაზრებები რელიგიის შესაძლო ჩარევის მხარდაჭერა მოკრძალებული ფორმით. მორალური ღირებულებები ზოგიერთი თვლის, რომ რელიგიის შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში მორალური ღირებულებების განვითარებისა და ეთიკური ქცევების ხელშეწყობაში. თუმცა ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ არ შეეხოს რელიგიური თავისუფლებების პრინციპებს და არ გამოიწვიოს დისკრიმინაცია. სოციალური მომსახურება და რელიგიური ორგანიზაციები ხშირად ჩართული არიან სოციალურ მომსახურებაში, როგორიცაა ქველმოქმედება, სოციალური დახმარება, სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ამ სფეროში შეიძლება გაუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიის როლი სახელმწიფოში განისაზღვრება კანონთან და უზრუნველყოფილი იყოს ყველა მოქალაქე რწმენის თავისუფლება და თანაბარი ურთიერთობა. რელიგიის ჩარევა უნდა იყოს მინიმალური და არ უნდა შექმნა საფრთხე სახელმწიფოს სეკულარული ხასიათი.